2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდის შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა. დღეს დილიდან შინდისის გმირების მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად ტრადიციულად შეიკრიბნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და რიგითი მოქალაქეები. დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს და სასულიერო პირებმა მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ბიჭებმა გამოიტანეს ამბავი, რაც ვიცით, რომ მამა ცურად იბრძოდა თავდადებით. ბოლო ხელყუმბარა ქონდა მისთვის შემონახული, როგორც ვიცით, რომ ტყვედ არ ჩაბარდებოდა და ისედაც თავიდან ვიძახოდა, მე ტყვედ არასოდეს არ ჩავბარდები, რომ რამე იყოს ბიჭებო. ვეხორწებოდით ბიჭებმა, რომ წასულიყო, თავს ეშველა კიცით ეს ტერიტორია და შეეძლო თავისუფლად წასვლა, მაგრამ მან დაამტკიცა ქართული ადამიანობა, კაცობა, სიყვარული, მეგობრობა, სიწმინდე, ყველაფერი ერთად დაამტკიცა, რომ ის იყო ნამდვილი ქართველი კაცი და გმირულად დაიღუპა ამ ადგილას. ტყვედ ჩაბარებას და ბიჭების დატოვებას არჩია, რომ თავის სიკვდილით დაესრულებინა ეს ყველაფერი. ჩაიხუტა თავის ნათლული, მამაო ჩვენო, წაუკითხიათ ბიჭებს. ჩაიხუტა მისი ნათლული, რომელიც უკვე რომანზოი სიცხედან იცლებოდა. ბიჭები ეუბნებოდნენ, ალეკო მივხვდით, როსაც აკაპირებდა, რომ არ გააკეთო. თავს უშველე წადი შეგიძლია, დაგვიტოვე, მაგრამ მე არ თქვენ დაგტოვებთ. არ ჩემს ნათლურს ჩავაბარებ და ჩაიხუტა მისი ნათლული და გახსნა ხელყუმბარა და იფეთქა თავი. ძალიან გმირად შეეწირა, რა თქმა უნდა, თავის ქვეყანას, თავის მეგობრებს, თავის სამშობლოს. ნამდვილად საამაყოა, მაგრამ ძალიან მტკივნეული დღე არის. 17 წელი ტკივილიანი, ყოველი დღე ტკივილით ახსავსე ჩვენი ოჯახისთვის. 17 წელი გავიდა მას საზარელი ფაქტის შემდეგ, მაგრამ რა ვიცი ახლა რა ისეთი სიტუაციაა, რომ 17 წელი რო გავიდა, ესე მგონია, რომ 2-3 დღის უკან მოხდა ეს ყველაფერი რა. ისე მიმძიმს და მიჭირს აქ ამოსვლა, რომ მეტი რო არ შეიძლება და ძალიან დაძაბულობას მიქმნის და ხდებოდა ის, რომ აი ჩვენ სურგს უკან მოხდა ის, რაც მოხდა ძირითადად რა. მოვყევით ახლო ჩასაფრებაში და აგვეყופה ბიჭები. უმრავლესობა დავიჭარით. აი ჩვენგან ესე ხელმარჯვნივ არ შემოდის გზა რა. მაგზით უნდა ავსულიყავით გორის ერთ-ერთ თავშეკრეს რაიონში უნდა მივსულიყავით და აი აქ მიმდებარე ლიანდაგის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ეს ახლო ჩასაფრება რა. საიდანაც ის გასვლა და ის აღარ გვაცალეს რა. ჩვენ ზურგს უკან 2 ტანკი იყო, იმათმა მოქმედა და ესენი იყვნენ აქ განლაგებულები რა. და მოვყევით ახლო ჩასაფრება. ეს ჩვენ მე როდესაც დავიჭერი, 2 დღე-ნახევარი ვიყავი არხში ჩაგდებული გარდაცვლილ ბიჭებთან ერთად. 2 დღე-ნახევარით 13 აგვისტოს უკვე ადგილობრივმა მოსახლეობამ გარდაცვლილ ბიჭებში რო ეძებდნენ, იქნებ ვინმე დაჭრილი ყოფილიყო, აი მაგ სიტუაციაში ვნახენ ნიკ მესამე დღეს. 13 აგვისტოს. შეგიფარეს და შემდეგ გადაგვიყვანეს მე მოსახლეობაში და მესამე დღეს საპატრიარქო რომ განცხადება გააკეთა. ეგ იყო რომ გაგვიყვანეს მაშინ გარდაცვლილ ბიჭებთან ერთად. სოფელ შინდისში გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს უვაშკაცეს მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი, ქართველი ადამიანი და სანამ ეს გმირები იარსებებენ, ყველა უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველო ყოველთვის იარსებებს. სწორედ ესეთი გმირობებით, ამ ადამიანების ქმედებით ვაკ გარანტია, რომ საქართველო უკვდავია და კიდევ ერთხელ მინდა მივაგო პატივი და მარადიული ხსოვნა ამ მართლაც უვაშკაცეს გმირებს. პატივს მივაგებ შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც
კეთილ ქართულს მისცეს გმირობის მაგალითი, მომავალთაობებს მისცეს გმირობის მაგალითი და ასეთ გმირობაზე უნდა იზრდებოდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა. და ეს გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება, რისთვის საცხირს ყველაზე ძვირფასის გაძირვაც კი და ეს არის სიცოცხლე. და ზუსტად ამის მაგალითი მოგცეს ჩვენ შინდისის გმირებმა. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ პატივი მივაგოთ შინდისის გმირების გზა. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ყველა პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებიც უხვად ყვავდა საქართველოში და სწორედ ასეთი გმირების თავდადებით მოვედით საქართველოს, იმ საქართველოს, რომელიც დღეს ვართ. და რა თქმა უნდა, ჩვენი ყოველდღე, არა მხოლოდ დღეს, არამედ ყოველდღე, ჩვენი ყოველდღიურობა უნდა იყოს მათთვის პატივის მიგება, ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი საქართველოსთვის თავდადებით ბრძოლა. ეს არის ის დღე, განსაკუთრებული გმირობის დღე, როდესაც ერთად გმირულად, ერთად დგომით, ერთმანეთისთვის დგომით ამ ბიჭებმა დაწერეს ისტორია, დღევანდელი დღის ისტორია, რომელიც ეხმაურება მთელი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ისტორიას. და იმედი მაქვს მომავალსაც ასე იქნება. რომიდან 17 წლის თავზე ისევ იგივე მტერი რუსეთი გვებრძვის სხვადასხვა მეთოდით, ჩვენმა საამაყო გმირებმა თავი გაწირეს, საკუთარი სიცოცხლის ფასად შეუნარჩუნეს ჩვენ სამშობლოს თავისუფლება. ჩვენ ვალდებული ვართ მათი ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე, მოვაშოროთ მართვის სადავეებს, ოცნების რეჟიმი, გავათავისუფლოთ და შევინარჩუნოთ თავისუფლება და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ. 2008 წლის 11 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის ძალების სენაკის ბატალიონის მეორე ქვეითი ბრიგადა საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად საავტომობილო კოლონით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც შინდისის რკინიგზის სადგურთან ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა. შეტაკებისას ორმხრივი სროლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით ალყაში მოქცეულ ქართულ ქვედანაყოფს მცირე საბრძოლო რესურსი ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად ქვედანაყოფმა მოწინააღმდეგეს დიდი ზიანი მიაყენა.